მოგესალმებით მეგობრებო. ის კითხვა ვეღარ ვნახე, მაგრამ ერთმა დამისვა შეიძლება თუ არა პერსინგი საყურის სამაჯურის გაკეთება ქალისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძველად კაცებიც კი ატარებდნენ საყურეს, მას პოზიტიური და ნეგატიური ორივე მიდგომით აღწერენ, როგორც წმინდა მამები, ასევე წმინდა წერილში გვხვდება. მაგალითად, პოზიტიური ნაწილი ის იყო, რომ ქალები სამკაულის სახით ამას ატარებდნენ, თქვენ იცით, რომ თითქმის სხეულის ნაწილი დაფარული ჰქონდათ ქალებს გარდა სახის ნაწილისა. დაბადების 24 თავის 22 მუხლში აფეხ, ანუ ებრაულად, რაც ცხვირს ნიშნავს. ცხვირზე რო საყურეს იკეთებდა ქალი, აშკარა არის რებეკაზე გვიყვება წმინდა წერილი დაბადების წიგნის 24 თავის 47 მუხლით. უბრალოდ ქართულ ტექსტებში, თარგმანში აშკარად გამორჩა თარგმნელს, როგორც მცხეთურ ხელნაწერში, ისევე ახალ თარგმანში, ძველ ებრაულში პირდაპირ არის აფეხ მოცემული, რაც ცხვირს ნიშნავს და ცხვირზე გააკეთება საყურის. ეს ტერმინი მთლიანად ამოგდებული, არ ვიცი რატო, სამწუხაროდ. ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნშიც არის, იქ კი არის მოცემული. სამაჯურებს რო სილამაზისთვის ატარებდნენ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ შვენიერ ქალთა სამკაული და ამ სამკაულებს ღმერთსაც მიართმევდნენ როგორც საჩუქრად. მეორეს მხრივ პეტრე მოციქული თავის წერილში და იოანეც აღწერენ, თუ ეს ამპარტავნებით და მედიდურებით ხდება, იგივე ფერმარილის გაკეთება და ამით ამპარტავნებს, ეს არის მისი შინაგანი პრობლემა, თუ ადამიანი ამ ყველაფერს ამპარტავნული ქედმაღლობით აკეთებს. იმიტომ რომ ქედმაღლობა, ამპარტავნება ეს ქრისტიანობაში მიუღებელია. დანარჩენ შემთხვევაში მოკაზმულობა, თანმდაბლობით, სიყვარულით არ იკრძალება. გეწეოდეთ მათი.